დიდება შენ და ღმერთო იყოს ნება შენი, ამინ. მინდა წაგიკითხოთ მამა ჩემის ჩვენებიდან, რომელიც გაგზავნილია ქალაქ თბილისის კიროვის რაიონის პროკურორის თანაშემწე სამხანა ქორიძეს თეიმურაზ აკაკიძე ჯვარშიშვილი წერეთლის გამზირის 79 ბინა 51 განათლებით ისტორიკოსი ახსნა განმარტება საპატრიარქოს გაძარცვის შესახებ. 1972 წლის 6 აპრილის გვიან ღამით სიონის ტაძრის საქართველოს პატრიარქის ეფრემ მეორის რეზიდენციაში წიკლის ეპარქიის ეპისკოპოსის გაიოს ბიძინა კერატიშვილის მეთაურობით ყიდუმალად შეიკრიბა ქრისტიანულ ტაძარში შეკედლებული ანაფორიანი ბოროტმოქმედები და მათი დამქაშები პარხონ ობოლაძის, გიორგი ტერზაევის, გიორგი ჩაჩუას, გივი კერატიშვილის, ნინო ჯალიაშვილის და რამდენიმე დაუდგენელი პირის ხროვა, რომელთაც შორიდან დიდ დახმარებას უწევდა ნევილის ეკლესიის მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა, სასულიერო სემინარიის ყოფილი ლექტორი, ყოფილი იურისტი ილია ჭეიშვილი, საქართველოს საეკლესიო საქმეთა რწმუნებული დ. შალუტაშვილი და საქართველოს კომიტეტის ცენტრალური პირველი მდივნის ვასილ პავლეზე მჟავანძის ცოლი ვიქტორია ტირიჩენკოს მის მიერ საგანგებოდ შერჩეული უშიშროების აგენტები, რომელთაც მეთაურობას დაცვის უფროსი თვალჭელიძე უწევდა. ხალხისათვის თვალის ახვევის მიზნით ბიძინა კერატიშვილმა თავს იდვა მისვე ბოროტმოქმედების შედეგად სასიკვდილოდ განწირული სრულთმოძღვარი კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის მოლაპატრონობა. სინამდვილეში კი 1000 გვარი საშუალებით და დანაშაულებრივი ხრიკების გამოყენებით მან თავიდან მოიშორა მისთვის ყველა არასაიმედო სასულიერო თუ საერო პირები და თავის დამქაშების დახმარებით მიაღწია რა მოქმედების მთიან თავისუფლება ზემოთ ჩამოთვლილ ნაწილებთან ერთად გატეხა და საპატრიარქოს საგანძურის სეიფიდან გაიტაცა და მითისა უდიდესი ისტორიული მქონე ფასდაუდებელი განძი. იმ ღამეს ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი, უსაზიზღრესი დანაშაული მოხდა. გატაცებულ, მითვისებულ და დამსვეულ დანაწევრებულ იქნა ქართველი ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე მილიონობით ქართველი მამულიშვილის სიცოცხლის ფასად დაცულ გადარჩენილ იქნა თვით სისხლის